რატომ სტოპები სულ და როგორ უნდა დააყენო სტოპ-ლოსი სწორედ? მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ რა თქმა უნდა სტოპ-ლოსზე, როგორ უნდა დააყენო ის სწორედ, რაში გამოიყენება საერთოდ სტოპ-ლოსი, რისთვის გჭირდება, როგორ უნდა დააყენო, სად უნდა დააყენო და ასე შემდეგ და იმ მიზეზებსაც გეტყვი, თუ რატომ სტოპები შენ ხშირად და აქედან თუ ამოიცანი შენი თავი, აუცილებლად დაწერე კომენტარებში. პირველ რიგში ავიღოთ და დავიწყოთ თეორიულად რა არის სტოპ-ლოსი, ხო? სტოპ-ლოსი სიტყვასიტყვით რო გადავთარგმნოთ, ნიშნავს სტოპ-ლოსინგ, ანუ შეწყვიტე ფულის დაკარგვა, როცა შენი გეგმა, შენი მიზანი, რაც გინდოდა, ან რასაც ფიქრობდი, ან რაც გინდოდა რომ გამოსულიყო ბაზარზე, არ გამოვიდა და არ გააკეთა ის რისი გაკეთებაც. გინდოდა და რაც გინდოდა რომ მომხდარიყო, თუ ის არ გამოვიდა, გინდა რომ შენი წაგებები შეამცირო, შენი რისკები შეამცირო და უბრალოდ იმ პოზიციიდან გამოხვიდე. მაგალითად ავიღოთ. თქვათ რომ შენ შედიხარ სადღაც სიტყვაზე ავიღოთ $1000 და შენ გგონია და შენი გეგმა და შენი მიზანი არის რომ ბაზარი გაიზარდოს, ხო? გინდა რომ ბაზარი 3-4% გაიზარდოს, $300 მოიგო და იმ შემთხვევაში თუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ და არ გამოვიდა შენი გეგმა და არ წავიდა ისე საქმე როგორც გინდოდა რომ წასულიყო, გინდა რომ მაქსიმუმ რაღაც $100, ანუ 1% დაკარგო, ხომ? ამ შემთხვევაში შენ stop loss იქდებ, სადაც მაგალითად დაიკარგება $100, ანუ თუ გაისტოპე და პოზიციიდან გამოხვედი, დაიკარგება $100, მაგრამ აქ რა თქმა უნდა არ უნდა განსაზღვრო შენ თვითონ, რა აი $100 მინდა აქ დავკარგო და აი აქ ჩამო ბაზარი, აქ უნდა გავიდე და ასე შემდეგ, ხო? ანუ რა თქმა უნდა stop loss-აც იყენებ და იღებ იმ ადგილზე, სადაც შეიძლება ესე ვთქვათ, შენი გეგმა აღარ იყოს ესე ვთქვათ, აქტიური, ანუ შენ თუ მაგალითად მივიდივართ აღმავალი ტრენდები, მე განახებთ დახაზულა, თუ გაქვს აღმავალი ტრენდი, შენ მაგალითად ბოლო ლოუზე დადებ, ესე ვთქვათ, stop loss, იმიტომ რომ ის stop loss-ი თუ გაისტოპე მაგალითად და იმ ლეველს ჩამოწდი, მაგ შემთხვევაში აღმავალი ტრენდი აღარ იქნება აქტიური და იქნება უკვე დაღმავალი ტრენდი, ხო, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განვიხილავთ და მოდი გადავიდეთ პირდაპირ მეგობრებო ჩარტებზე და სანამ ჩარტებს განვიხილავთ გავხსენი X account-ი, შეგიძლიათ ესე ვთქვათ, გამომყვეთ, ძალიან საინტერესო პოსტებს დავდებ ხოლმე, ჩემი Pure Wallet პოსტი არის აი ეს Ethereum-ზე ველოდები მაგალითად ახლა liquidity sweeps, იმიტომ რომ როცა ესეთი price action-ი გვაქვს ხოლმე და ბაზარი არ მიდის, ანუ ვართ range-ში, ხშირ შემთხვევაში ბაზარი ეძებს ხოლმე ლიკვიდობას, ლიკვიდობა შეიძლება იყოს აქ აღებული, ან შეიძლება იყოს აქ აღებული და მერე წამოვიდეს, მაგრამ ჩემთვის ლონგი უფრო სასურველი არის, იმიტომ რომ risk reward უფრო კარგია, ვიდრე მაგალითად shorts ავიღებდი, ახლა შეიძლება ვიღაცა ვთქვას, რა აქ shorts რომ აიღებ, აქამდეც ხო კარგი risk reward-ია, ეს უბრალოდ რომ ამოვატრიალოთ, იგივე გამოდის და აქაც კარგი risk reward იქნება კი ბატონო, მაგრამ მაღალ time frame-ზე სულ სხვანაირი სურათი გვაქვს, მაგალითად რომ ავიღოთ, მოდი უცბად განვიხილოთ ეს ყველაფერი, სად მაგალითად ეს reward და სად მაგალითად აქ რომ shorts აიღებ, ანუ ასევე არ დაგვაუწყდოს რომ მოვდივართ უქვემოდან, ხო, ანუ ნახეთ რა დაბალი ლეველი გავთ და ამიტომ short-ით მაინც არა ვარ დაინტერესებული. ეხლა მოდი განვიხილოთ stop loss-ები, ხო? უპს. რაც გულისხმობ იმაში, რომ შენი გეგმა და შენი მიზანი აღარ არის აქტიური, ხო? ნახეთ ახლა რა ხდება. აქ გვაქვს მაგალითად აღმავალი ტრენდი და აქ რა არის ახლა აქტიური, აქ არის აქტიური აღმავალი ტრენდი, ხო? მაგალითად შევდივართ აქ long-ში, აქ ვდებთ stop loss, შევდივართ აქ long-ში, აქ ვდებთ stop loss, რატო ვდებთ მან stop loss? იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ახლა მაგალითად ავიღოთ რომ აქ გვინდა entry-ს აღება, ხო? იმ შემთხვევაში თუ მაგალითად აქ დავდეთ stop loss, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავისტოპეთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარმა გააკეთა lower low, ანუ ესე ვთქვათ, უფრო დაბალი low ვიდრე აქამდე იყო და ამ შემთხვევაში არის იმის შანსი, რომ ტრენდი შეიცვალოს. ამიტომ შენ გინდა რომ გამოხვიდე პოზიციიდან, აღარ იყო პოზიციაში, იმიტომ რომ თუ ბაზარმა გააგრძელა კიდე ქვემოცვლა, ну, უფრო მეტ ფულს დაკარგა, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ stop loss-ი არ გეყენებოდა. Stop loss-ი ასე მინდა გითხრათ, რომ არის აუცილებელი, ვინც stop loss-ით არ trade-ops არის, არ ვიცი, მინდა რა. ალბათ ბევრი ფული აქვს და იცის რასაც აკეთებს, თუ არ და არ ვიცი. ну, მოკლედ stop loss-ი არის ყოველთვის აუცილებელი. ახლა კიდე მოდი განვიხილოთ თუ რატო სტოპები შენ ხშირად. პირველ რიგში, რასაც ვხედავ ხოლმე და რო უყურებ ხოლმე, ცუდად ხვდები მაგანკალებს, ეგეთ ვიდეოები რო ხდება short-ებზე და რაღაცა, აი მოდი ახლა მაგალითად უბრალოდ გადავახვიოთ და start new, მოდი გადავახვიოთ და ვიყოთ აი მოგალიწოდა აქ. ეხლა ნახეთ, ну ეხლა უბრალოდ ავიყანო, ეხლა კი ვხედავთ რომ აქ ლონგი იყო ისედაც, მაგრამ ну მოდი ეხლა მაინც გავიხდეთ. აი ბაზარი მოძრაობს ესე, ხო? ხშირ შემთხვევაში ერთწუთიანებზე არიან zoomed in
და ბაზარი ესე მოძრაობს და რაღაცას დაინახავე engulfing, engulfing, იმანის შეჭამა, იმანის გადასანსლა, bla 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 და всё, შევდივარ long-ში, stop loss-ი აი აქ. აი ამიხსენით რას ნიშნავს აი ეს stop loss-ი აი აქ. აი რატომ მანდ? აი რისთვის მანდ? ანუ რას იცავ, რა კონსტრუქციას იცავ? მაგალითად ახლა როგორც წეღან დაგიხაზეთ, ხო? აი ესე დაგიხაზეთ, მაგალითად აქ შევდივართ, აქ ვაყენებთ stop loss, ხო? გვაქვს ესეთი ჩვენი risk reward, ხო, მაგალითად. ანუ შენ ამ stop loss-ით იცავ ამ მთლიან კონსტრუქციას, ანუ ამ კონსტრუქციას იცავ ამ stop loss-ით. კამერა გამოკვეთო, მაგრამ არ უშავს. ანუ შენ ამ ესე ვთქვათ stop loss-ით იცავ ამ კონსტრუქციას, ხო, იმიტომ რომ თუ გაისტოპე, მაგ შემთხვევაში ეს კონსტრუქცია, ეს აღმავალი ტრენდი აღარ არის ესე ვთქვათ აქტიური და გავაგრძელებთ დაბლასვლას, ხო, იმიტომ შენ ამით ესე ვთქვათ იცავ შენს კონსტრუქციას, მაგრამ აი აქ ეს რო შედიხარ, ანუ აქ ნახეთ რამოდენიმე შეცდომას გეტყვით. პირველ რიგში, როცა მარკეტ ორდერით შედიხარ, უკვე უდიდესი სისულელი არის. ხშირ შემთხვევაში მეცნიერება ხოლმე რომ აი ეს ყოველთვის იძახიან ხოლმე ვინც კონტენტს აკნის, რა გეგმა უნდა გქონდეს და ის უნდა გქონდეს და ის უნდა გქონდეს და ერთ წუთიანზე არიან zoomed in და ანუ მან დაკეთებენ ძალიან წამიერ გადაწყვეტილებებს და აკლონგი აქშობთ, ხო? ანუ უდიდესი სისულელი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ პირველი შეცდომა არის ის, რომ ეგრევე შედიხარ ტრეიდში და არა გაქვს გეგმა, ხო? ეგ არის ყველა ეს ძალიან დიდი შეცდომა და ამ შემთხვევაში შენი risk reward-ი ძალიან ფუჭდება, ანუ აღარანაირი აზრი არ აქვს შენი risk reward-ს, ნუ არანაირი გეგმა რა გაქვს დავისწავათ და ანუ ეგ არის პირველი შეცდომა. მეორე შეცდომა არის, რომ აი რატო მაგალითად აი აქ stop loss-ი. ანუ მართლა ვერ ხვდები, ნახეთ ახლა რა ხდება. თუ აქ ვთქვათ რომ აი კონკრეტულად ეს ტრეიდი, აი ვთქვათ რომ შეგიძლია ახსნა კარგი ტრეიდი არის და აი მართლა შედიხარ, ანუ რა მიზნით აყენებ შენ stop loss, ხო? ნახე ახლა რა ხდება. ნუ პირველ რიგში zoomed in რო ხარ ისევ და ის უყურებ, რა თქმა უნდა, ისევ დიდი სისულელი, იმიტომ რომ შეიძლება zoomed in-ზე მაგალითად ნახე ახლა რა ხდება, ხო? აი სიტყვაზე ავიღოთ, შეიძლება ახლა zoomed in რომ ხარ, აქ იყოს საშინელება, ხო? იმიტომ რომ ნახე ახლა რა ხდება. zoomed in რო ხარ, აი ახლა გეტყვით ყველაზე დიდ შეცდომებს ხოლმე. გვაქვს high, low, lower high, ну, აქაც lower low იყო, ცოტა უწევთ, მაგრამ ეს კი ბატონო, აქაც lower high, lower low. თალდ უკეთესია. ეს ვთქვათ high, low, higher high, lower low, ანუ გავარღვიეთ ეს low, რაც რა თქმა უნდა short-ებს ლოკალურად გვიაქტურებს, ხო? Lower high, ამასთან შედარებით ისე lower high, lower low, lower high, lower low და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი lower high და გააგრძელებს ტრენდს და გააკეთებს lower low, ხო? ანუ ეს უკვე ძალიან დიდი შეცდომა რომ ეს zoomed in უყურებ, იმიტომ რომ ანუ გითხარით რომ double time frame-ში შეგვიძლია მაგალითად ვთქვათ რომ აქ short-ი უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივად აღმავალი ტრენდი გაქვს, მაგრამ zoomed out რომ გააკეთებ, გადახვალ სხვადასხვა time frame-ს და ასე შემდეგ, ხედავ რომ ანუ ჯერ ეს ერთი ხარ range-ში, მეორე შემთხვევაში აქ ხარ ესე ვთქვათ აღმავალ ტრენდში, მესამე შემთხვევაში აქ საუკეთესო ლონგები არის, იმიტომ რომ ლიკვიდური play გაქვს, ანუ short-ი საერთოდ არ არის აქ საინტერესო, ხო? ანუ ეგ კიდევ დამატების შეცდომა და შემდეგ მეგობრებო, ანუ რას ვიცავთ ჩვენი stop loss-ით? ჩვენი stop loss-ით, ანუ ამ პატარა კონსტრუქციის დაცვა გინდა, რაც არაფერს არ წარმოადგენს და არაფერს არ გეუნება და არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ zoomed in ხარ და ანუ ვერაფერს ვერ აკეთებ, აი წარმოიდგინე რომ დუბინგა გიჭირავს ხელში და აი რაღაც ბალახზე ხარ, ძალიან ახლოს უყურებ, ხო? ანუ დაინახავ დუბინგაში დაინახავ მხოლოდ მწვანე ფერს, აი მაგალითად ავიღოთ რომ აი ესე ვარ zoomed in, რას ხედავთ წითელ ფერს, ხო? მე zoom out-ს გააკეთებ და ხედავ რომ თურმე risk reward-ის ის ყოფილა, რა ქვია. ეს ანუ zoomed in არის უდიდესი სულელი, რაც რა თქმა უნდა ყველაში ვხედავ, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ წამიერად იჯდეს ტრეიდში და ძალიან დიდი შეცდომა არის. ეხლა რას ვიცავთ ჩვენი stop loss-ით? ანუ რას იცავ შენი stop loss-ით? ამ კონსტრუქციას იცავ, ანუ ამ ლოკალურ კონსტრუქციას იცავ, იმიტომ რომ ანუ შენი stop loss-ი აგიყენე, ესე იგი ამ low-ებს იცავ, ხო? ამ კონსტრუქციას იცავ თუ ამ კონსტრუქციას იცავ, ხო? ასევე ამ ვიდეოში განახთ მეგობრებო, რა არის level 1, level 2 და level 3 stop loss, ხო? უნდა გადაწყვეტო რა კონსტრუქციას იცავ შენ, ნუ risk reward-ი რა თქმა უნდა აქამდე გვაქვს. ხშირ შემთხვევაში ანუ ყველა
ამას იყენებს ხოლმე, ანუ ძალიან ახლოს აყენებს ხოლმე stop loss, რატომ? იმიტომ ანუ კიდევ ერთხელ უდიდესი შეცდომა და რასაც ქვია gambling-ი, რატო აყენებენ stop loss აი ესე, ვინც ესე live-ში ტრეიდობს და აი ძალიან სწრაფად იღებენ ტრეიდში, იმიტომ რომ მათი risk reward იყოს საინტერესო. ნუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება ბაზარი კარგად წავიდეს, იმიტომ რომ ნახეთ თუ ბაზარზე რა მოხდა და უბრალოდ უკან გადავახვიეთ. მაგრამ ესე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა მარტო ამ ლოკალურის დაცვა, ანუ არაფერის მომცემი არ არის და გინდა რომ მთლიანი კონსტრუქცია დაიცვა, ხო, აი მაგალითად ისევ აღმოვალი ტრენდი გაქვს, ხო, ბაზარი რო წამოვა აქ, არ გინდა რომ აქ შეხვიდე და შენი stop loss-ი აქ დააყენო. ანუ უდიდესი სისულელია, იმიტომ რომ stop loss უნდა ასუნთქო, იმიტომ რომ მთლიანი ამ ლეველის გადასვლა შეუძლია, ხო? ახლა ნახეთ რა ხდება. ანუ ნუ ვთქვათ დაიცავი ეს, მაგრამ მოდი ახლა განახებთ თუ რა პრინციპით უნდა დააყენოთ stop loss-ი, იმიტომ რომ ამასაც stop loss სადაც ირჩევენ ხოლმე, ნუ ეგრე higher-ზე ამბობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამ შეცდომებზე იმიტომ ვლაპარაკობ მეგობრებო, რომ ანუ ეგეთ ჩარტებს მიყრით ხოლმე, ეგეთ risk reward-ებს მიყრით ხოლმე, ეგეთ ტრეიდებს მიყრით ხოლმე და მე მეუბნებით, ანუ ყველა სასაცილო რაღაც. მე მეუბნებით, აი აქ რატო გავისტოპიო? ნუ რას ქვია, რატო გაისტოპე? იმიტომ რომ ამ შეცდომებს უშვებ და ამ შეცდომებზე თუ გამახვილებ ყურადღებას, მიხვდები და დაინახავ, გეტყვის შენი დღური რომ უფრო ნაკლებად ისტოპები და უფრო კარგ ტრეიდებსაც აკეთებ. ნუ stop loss აყენებ იმ შემთხვევაში რომ გინდა დაიცვა ეს ლეველი, იმიტომ რომ ეს ლეველი ჯერ არ გატესტილა, იმიტომ რომ როცა შენ ბაზარზე მიდიხარ მაღლა, ხდება რიტესტები, ხო? ანუ წავიდა ბაზარი მაღლა, მოხდა კორექცია, შევიდნენ ისევ ტრეიდერები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, ანუ შენ აქ თუ დააყენებდი stop loss, ვიტყვით რომ ამ კონსტრუქციას წავდი, ნუ რაც რა თქმა უნდა ძალიან სარისკო არის, ანუ აქ stop loss-უ დააყენებ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი აქამდე წამოვა და წავა მაღლა. ამას თუ აიღებ, ესე ვთქვათ, ამ მთლიან კონსტრუქციას იცავ და თუ მაგალითად stop loss დააყენებ აი აქ, იცავ აი ამ მთლიან ესე ვთქვათ კონსტრუქციას, ნუ მაგრამ რაც რა თქმა უნდა ვთქვათ ისიც რომ შენი risk reward-ი ფუჭდება და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან სამწუხარო, მაგრამ პრობლემა უკვე ამაში არ არის. პრობლემა არის იმაში, რომ შენ გაქვს ცუდი entry, იმის რომ გქონდეს კარგი stop loss-ი, ასევე არის საჭირო რომ გქონდეს კარგი ესე ვთქვათ entry. ამ შემთხვევაში ნახეთ მეგობრებო, მე ახლა როგორ მოვიქცეოდი, ხო? ანუ პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ ეს ტრეიდი არ იყო ასეთოფი, იყო ბესეთოფი, იმიტომ რომ აქ გარღვევები ვერ მოვახდინეთ, მაგრამ ანუ ხედავთ რომ გვაქვს ჩვეულებრივი აღმოვალი ტრენდი, ხო? ანუ რო გადავთაგმნოთ, როგორც წეღან დაგიხაზეთ, გვაქვს აღმოვალი ტრენდი, ხო? ანუ შესაძლებელი არის რომ ბაზარი აქამდე წამოვიდეს, ან გააკეთოს ახალი ლოკალური high, ხო? ამიტომ ლონგები ისე თუ ასე არის აქტიური, მაგრამ ნუ არც თუ ისე ხარისხიანი, იმიტომ რომ ხარისხიანი ლონგები იქნება უფრო ქვემოთ, აი აქ მაგალითად აქ ხედავ იდეალურ და სხვადასხვა მოდი ამ ეთერიუმის იმასაც გავնვიხილავ, იმიტომ რომ stop loss-ი აქ ძალიან საინტერესო არის, მაგრამ აქ ლოკალურადაც განახებთ, ხო? ლონგები არის აქ რა თქმა უნდა საინტერესო, აქ შორტები არის საინტერესო და იმ შემთხვევაში თუ გავარღვიეთ ეს ლეველი და გამოვედით ამ რენჯიდან, აქაც რა თქმა უნდა ლონგები არის საინტერესო, ხო? მაგრამ მოდი ახლა დავუბრუნდეთ თუ რა შემთხვევაში იქნებოდა აქ ეს ტრეიდი კარგი, ხო? ანუ შენ აქ უკვე ხარ დაგვიანებული, იმიტომ risk reward-ი კი ფუჭდება. რა შემთხვევაში იქნებოდა აქ ტრეიდი კარგი? ამ შემთხვევაში ავიღოთ რომ შენ სავარაუდოდ შეხვიდოდი აქ, ან აქ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა რა ხდება. entry-ს იღებ და stop loss იღებ იქ, სადაც ლეველები არის, ესე ვთქვათ, გასატესტი. მოდი გადავიდეთ ახლა მაღალ time frame-ზე, იმიტომ რომ მაღალ time frame-ზე ვხედავთ უფრო კარგად. კი ბატონო, აი ახლა ნახეთ აქ რა ხდება მეგობრებო. დაიწყო ზრდა აქედან და აქედან, ხო? ანუ დიდი ზრდა დაიწყო აქედან, მე მქონდა აქ პატარა ესე ვთქვათ, წითელი სანდელი გააგრძელა მაღლა და მაღლა სულა, ხო? ანუ აქ წარმოიქმნა იღლიები. პირველი რიტესტი არის აქ, მეორე რიტესტი არის აქ. ნუ აქ რა თქმა უნდა არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ვიცით რომ ბაზარს როცა აქვს ქვემოთ გასატესტი ადგილი, ხშირ შემთხვევაში გაიტესტება ხოლმე უფრო ქვემოთ. ამ შემთხვევაში ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ანუ ხედავთ რომ ბაზარი წავიდა აქედან და მე ყოველთვის ამბობ რომ იღლი, ანუ საიდანაც დაიწყება დიდი ზრდა, ხშირ შემთხვევაში, ანუ ბექტესტინგი ხდება ხოლმე ზუსტად მან, ანუ ბაზარი მოდის უკან რომ გატესტოს ის ადგილი, საიდანაც დაიწყო ზრდა. ანუ ჩვენ გვაქვს აქ ძალიან კარგი entry. ამ შემთხვევაში ნახეთ ახლა რა ხდება, ბაზარი როცა იქნებოდა აი აქ, ამ შემთხვევაში გვეცოდინებოდა რომ ჩვენი entry იქნებოდა აი აქ და stop loss ნახეთ ახლა რა ხდება, შეგიძლია აქ დააყენო, შეგიძლია აქ დააყენო, შეგიძლია აქ დააყენო, ხო, მაგრამ აი რატო უბრალოდ რატო აქ და აი რატო მაგალითად აქ არა, ხო? ამისთვის აუცილებელი არის ხომ ნახეთ მაღალ time frame-ზე ჩვენ ვერაფერს ვერ ხედავთ ახლა ისეც რომ აი ვთქვათ რომ level 1 თუ level 2 stop loss, ხო? 2 თუ 3. ნუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ პირველი stop loss-ი შეიძლება იყოს აი აქ
ეს low დავიცვათ. მეორე stop loss-ი შეიძლება იყოს აი აქ, მაგრამ ამ stop loss-ს ვირჩევთ ზუსტად ისე როგორც მაგალითად entry ავირჩით. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ არის თუ არა კიდევ ესეთი ადგილი, რომელიც არ არის გატესტილი და არ არის დახურული. მე ამას ვეძახი დახურულ level-ებს. ანუ როცა ბაზარი მიდის მაღლა და გაიტესტება ისევ ის წერტილი, საიდანაც წავიდა მაღლა და ვიკეტ შევავსებთ, ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს level-ი არის გატესტილი, ეს level-ი არის ესე ვთქვათ კონფირმირებული და ბაზარი მიდის მაღლა. ამ შემთხვევაში ეს level-ი არის ჩვენთვის კონფირმირებული და double time frame-ზე აუცილებელია გავიგოთ კიდევ არის თუ არა ესეთი level-ი, რომლის კონფირმირებაც უნდა მოხდეს კიდევ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, მეგობრებო, რომ არის აი ეს level-ი. double time frame-ზე ხედავთ, რომ ეს level-ი არის კიდე დასაკონფირმირებელი და შესაძლებელი არის ეს level-ი გაიტესტოს და ამ შემთხვევაში უნდა იყოს შენ გადაწყვეტილება, გაწყობს თუ არა შენ risk-reward-ი, გაწყობს თუ არა შენ ეს stop loss-ი და ასე შემდგომ. entry ვიცით რომ გვაქვს აი აქ, ანუ ამას წყალი არ გავა, შეგიძლია იყოს ეს entry, მაგრამ რა თქმა უნდა ეს entry შეგიძლია იყოს, რომელიც უფრო და უფრო დეფენსიური არის, ხო? ამ შემთხვევაში იწყებ ესე ვთქვათ ტრეიდის განხილვას, რომ ანუ გაქვს ერთი entry, გაქვს მეორე entry. ანუ ამ შემთხვევაში არის ორი ტრეიდი. ამ შემთხვევაში გინდა რომ აქ თუ შეხვალ, აქ დააყენებ stop loss, აქ თუ შეხვალ, რა თქმა უნდა, უკვე აქ დავაყენებ stop loss. აი, რატო დავაყენებ მაგალითად აქ და რატო არ დავაყენებ აქ? იმიტომ რომ აქ უკვე ყველაფერი გატესტილი არის, ყველაფერი დახურული არის, ყველაფერი გატესტილი არის. აქაც უკვე ყველაფერი დახურულია, ყველაფერი გატესტილი. აქაც უკვე ყველაფერი დახურულია, გატესტილი, აქაც უკვე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი აქ ხედავთ რომ აქ ჯერ არ არის ფასი ნამყოფი, ანუ აქედან ფასი ჯერ არ ჩამოსულა აქ რომ ეს გატესტილი იყო და ეს level-ი დაგვეხურა, ხო? ანუ ეს volume node-ი დაგვეხურა. ამიტომ გვაქვს ორი ტრეიდი, entry და exit-ი, entry და exit. ამ შემთხვევაში უკვე შენზე არის დამოკიდებული თუ რა ტრეიდს აიღებდი. მე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამ ტრეიდს ავიღებდი, მაგრამ მოდი ახლა განვიხილოთ რა გვაწყობს და რა არ გვაწყობს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი risk reward-ი 1 რვაზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი არის, მაგრამ it is what it is. scalping-ის შემთხვევაში ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები. გვაქვს მეორე სცენარი, რომელიც არის ესეთი. არც ეს არ არის სხვათა შორის ცუდი. და შემდეგი სცენარი გვაქვს აი ეს. ეს სცენარი. ამ შემთხვევაში რა შეგიძლია გააკეთოთ, მეგობრებო? მე ამ შემთხვევაში ამას წავშლიდი, იმიტომ რომ risk reward არ მომწონს სიმართლე რომ გითხრათ. ამ შემთხვევაში რას ვიზავდი, მეგობრებო? თუ ტრეიდში იღებ 1%-იან risks, ამ შემთხვევაში დავყოფდი და ავიღებდი 0.5%-იან რისკებს. რატომ? იმიტომ რომ თუ ეს ტრეიდი გამოვიდო და იმ 0.5% იმას დააფიქსირებდი, რომ ანუ ძალიან კმაყოფილი იქნებოდი და იმ 1%-იანზე უკეთესიც იქნებოდა თუ იმ საშუალოს აიღებდი. და აქ თუ გაისტოპე, მე იქნებოდა მეორე შანსი და აქ შესული ტრეიდით, ანუ აქ თუ შეხვდები კიდე დანარჩენ 0.5%, ნუ აქაც ისეთ მოგებას დააფიქსირებდი, რომ იმ წაგებულსაც გასწორებდი და ესე ვთქვათ, კარგ მოგებასაც დააფიქსირებდი. ხო, ანუ აქ ხედავთ უკვე რომ ბაზარი წავიდა მაღლა და გავაკეთოთ უკვე, ნუ 1-3-ზე, სადაც მინიმუმ 50-60% სკალპის დროს უკვე დარჩენილი გატესტილი დახურული უნდა გქონდეს, შემდეგ რა თქმა უნდა შენ stop loss ამოიწევდი ან entry-ში, ან პლუსში, მე პლუსში ამოვიტანდი ამ შემთხვევაში და დანარჩენს დაანებებდი უკვე თუ ბაზარი რას გააკეთებდა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახოთ ბაზარმა რა გააკეთა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, მეგობრებო, ნახეთ. ანუ ეს ტრეიდი იდეალურად შესრულდა, ანუ დიდი ტრეიდი ჩვენი reward-ი სადანაც ქონდა. ეკაც იდეალურად შევიდა, მაგრამ ხედავთ რომ დეფენსიურზე უბრალოდ გაისტოპე, ხო? ამიტომ ერთი ტრეიდი კარგი გექნება და ერთი ტრეიდი ცუდი. მაგრამ ამით მინდა მეგობრებო, უბრალოდ გითხრათ ის რომ stop loss როცა ირჩევთ, უნდა აერჩიოთ ამ სტრატეგიით და ამ ლოგიკით, რომ შენ ირჩევ stop loss, იმიტომ რომ ანუ ბაზარი თუ მოვიდა მაგალითად აქამდე, ანუ stop loss ირჩევ აქ, იმიტომ რომ ბაზარი თუ მოვიდა აქამდე და ჩამოვიდა ეს, შენთვის აღარ იქნება ეს ტრეიდი საინტერესო, იმიტომ რომ იცი რომ ბაზარი უფრო ქვემოთ ჩამოვა და ქვემოთა level-ს გატესტავს, ხო? ეს stop loss-ზე ძალიან ბევრი ვიდეო აქვს, მეგობრებო, გაკეთებული, აი მაგალითად აქაც რომ ავიღოთ ახლა, რა თქმა უნდა double time frame-ზე ვზივართ, მაგრამ ნახეთ, ანუ აქ entry-ს აღება იქნებოდა სისულელი და აქ stop loss-ის დაყენება იქნებოდა სისულელი. რატომ? იმიტომ რომ ამის ქვემოთ ხედავ რომ ეს level-ი ჯერ კიდე არ არის გატესტილი და ვხედავთ რომ გაიტესტა, ხო? იმიტომ რომ ბაზარმა დაიწყო აქედან ძალიან დიდი ზრდა, ესე ვთქვათ, ლოკალურად,
სადაც აქ დატოვა ის სივრცე, რომელიც უნდა გაიტესოს და ფასი ჯერ აქ არ ყოფილა, ხომ? ამიტომ ნახეთ ბაზარით ჩამოვიდა. აქამდე გაიტესდა ეს. ნუ აქაც ზუსტად იგივე ხდება, მეგობრებო. აი აქაც ზუსტად იგივე ხდება. ანუ რატო ჩამოვიდა ბაზარი აქ? იმიტომ რომ აქედან დაიწყო ზრდა და ეს ლეველი იყო გასატესტი და ეს იღლია გატესტა, ხომ? ნუ რა თქმა უნდა, ამას კიდე დამატებით, კიდე ცალკე ის აქვს, რომ გავარღვიეთ ეს ლეველი, ნუ რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი. და ნუ ზუსტად იგივე პრინციპით ხდება, მეგობრებო. აი აქაც რატომ დააყენებდი მაგალითად ან აქ stop loss, ხომ? აი ავიღოთ მაგალითად, რომ ან აქ გინდა stop loss-ი, ან აქ გინდა stop loss-ი. ნუ გადავიდეთ. ერთ წუთიანზე ვართ, ანუ ერთ წუთიანზე ვართ უკვე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მხოლოდ ამას ავიღებდი stop loss, იმიტომ რომ ანუ აქ უკვე მე ვეღარაფერს ვეღარ ხედავ, ანუ ვერანაირ იღლას ვხედავ, ვერანაირ ვოლუმენს ვხედავ, ეს არის უბრალოდ low, რომელიც ჩემთვის უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს და ჩემი entry იქნებოდა აი აქ, stop loss იქნებოდა აი აქ და იქნებოდა იდეალური, ესე ვთქვათ, ტრეიდი. ეს არის ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, შეცდომები, რასაც ვხედავ ხოლმე ხშირად. რა ჩარტებსაც მიგზავნით ხოლმე, მეგობრებო, და რაზეც ვთხოვთ ხოლმე, რა აქ რატო გავისტოპი, აქ რატო ეს, აქ რატო ეს. ანუ ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირი შეცდომები, რასაც ვხედავთ და როცა ირჩევ stop loss, უბრალოდ ეგრე higher-ზე არ უნდა დააყენო stop loss-ი, ან არ უნდა თქვა, ანუ ყველაზე კიდევ ერთ-ერთი დიდი შეცდომა არის ის, რომ აი აქ შევდივარ და აქ ვყიდი, აქ მაქვს stop loss-ი. რატო გაქვს მათ stop loss-ი, როცა ვეკითხები, არის ის, რომ აი ბაზარი აქამდე თუ ჩამოვიდა 1%-ს დავკარგვა. ნუ რას ქვია? ვერ ხვდები. არ აქვს მნიშვნელობა stop loss აქ დააყენებ თუ აქ დააყენებ, უბრალოდ ის უნდა გქონდეს შენი ტრეიდი გამოანგარიშებული, რომ აქ თუ დააყენებ და აქ დააყენებ, მაგ შემთხვევაში 1% დაკარგო, ხო, მაგრამ stop loss-ი არ უნდა დააყენო იქ, სადაც შენ გინდა, ან სადაც შენ გააწყობს, ან სადაც შენ გონია, რომ დაკარგავ იმენს და ამას. stop loss-ი უნდა დააყენო ზუსტად იქ, სადაც ჩარტი გეუბნება, რომ უნდა დააყენო. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გააგრძელებ გასტოპებს, ფულის დაკარგვას, რაც რა თქმა უნდა არის სამწუხარო და ბაზარზე არავინ არ ვართ ფულის დასაკარგად, პირიქით ყველას გვინდა ფულის გაკეთება და სულ ეს იყო, მეგობრებო. თუ გინდათ რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.